ოდისეას პერიოდში ბერძნული აღქმით ადამიანის სამყაროს ნაწილია და შესაბამისად რაღაცა ფართოს ნაწილი რო ხარ შენ ვერაფერს ვერ შეიმატე მან გამოიკლებ როგორიც ხარ ან როგორი ნაწილიც ხარ ეგეთი ხარ რა უბრალოდ სამყაროს რომ მიემართები შენი გამოვლინებები შეიძლება განსხვავდებოდეს მეტი არ იყოს განსხვავებული რაღაც პერიოდებში რა მეტი არაფერი ანუ ამოსავალი წერტილი არის სამყარო ხო სამყარო და ის რომ შენ ამ სამყაროს ნაწილი ხარ ხო ერთ-ერთი გამოვლინებები იცვლება და უკვე შექსპირის სამყაროში ჰამლეტის სამყაროში ჰამლეტის გარემოში სამყაროს ნაწილი აღარ ხარ სამყაროს აღარ მიემართები ეგრე რა საკუთარ თავს მიემართები საკუთარ თავს რომ მიემართები ეს გამოვლინებებიც შენ თავს მიემართება და შენი თავი როგორც ნახე რაღაც მოვლენებთან მიმართება რომ გებადება გექმნება ეს მოვლენები შენზე რაღაც გავლენას ახდენს ეს გავლენები მე როგორღაცნაირად გაყალიბებს და მაგნაირად რო გაყალიბებს უკვე სხვა მოვლენებს სხვანაირად მიემართები ანუ ცვლილების ელემენტი დაშვეულია რა ოდისეას სამყაროში ცვლილების ელემენტი დაშვებული ვერ არის იმიტომ რომ ერთნაირად მოგემართება ყოველთვის